ყველაზე დიდი აბსურდი, რასაც მომაწერენ არის ის თითქოს მეშინია, თითქოს გავურბივარ პასუხისმგებლობას და ამიტომ მივდივარ პოლიტიკიდან. შეიძლება არსებობდეს თანამდებობის დაკარგვის შიში, მაგრამ როდესაც მე ჩემინებით უარს ვაცხადებ თანამდებობაზე, რა შიშზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ეს ბიძინა ივანიშვილის ბოლოგია წერილია, საღამო მშვიდობისა ეთერშია დიდი პოლიტიკა, მე ინგა გრიგოლია ვარ. ოქტომბრიდან ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილი ბოლო განაცხადს თანამდებობიდან წასვლაზე კვირას ქართული ოცნების ყრილობაზე გააკეთებს. მანამდე კი წერილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. მე მოვახერხე და გავაერთიანე პოლიტიკური ძალების საუკეთესო ნაწილი, ერთ მუშტად შევკარი საზოგადოება და ვაიძულე სააკაშვილის რეჟიმი მშვიდობიანად უსისხლოდ გადმოებარებინა ხელისუფლება და ახლა როცა ხელისუფლებაში ნამდვილი დემოკრატიული ძალები მოვიყვანე, თავად ხელისუფლების ზენიტში მყოფმა დავტოვე ხელისუფლება. ეს ალბათ ძნელი გასაგებია ბევრისთვის, რადგან ვერავინ დაასახელებს პოლიტიკოსისგან მსგავსი ნაბიჯის გადადგმის მაგალითს. არც საჯარო მხარდაჭერას, არც რჩევებს დავამადლი და არც ღია კრიტიკას მოვაკლებ მთავრობას, რომელიც ჩემს ხალხთან ერთად შევქმნი და რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღე. ამ წერილით ერთადერთ კითხვას მინდა გავცე პასუხი, ხომ არ ვაპირებ კულუარულად მართო ქვეყანა? ეს ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ღია წერილია. ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი და პასუხი კითხვაზე აპირებს თუ არა ახალი პრემიერის და მისი კაბინეტის კულუარებიდან მართვას. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბი სიმდიდრე და ჭარბი ძალაუფლება, მაგრამ გული და გონება მაინც სხვაგან მიუწევდეს, რადგან მისთვის კიდევ უფრო მაღალი ღირებულება არსებობს და ეს არის თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამოცნების ასრულებისთვის გახდა აუცილებელი ჩემი პოლიტიკაში დროებით მოსვლაც და ამასვე ემსახურება ჩემი წასვლაც. აი ასე მარტივია სინამდვილეში ყველაფერი. დღეს დიდ პოლიტიკაში საღამოს 8-ზე პოლიტიკური და ექსპერტების შეფასებები ოქტომბრიდან ნოემბრამდე, ივანიშვილიდან ღარიბაშვილამდე, მოსვლიდან წასვლამდე, 2012-ის 1 ოქტომბრიდან 2013-ის 21 ნოემბრამდე. დიდი გამარჯობა იცოდეთ, არის ის, რომ ჩვენ გავხდებით ყველაზე წარმატებული ქვეყნების წევრი 20 წლის განმავლობაში. ვინმე იქნება წარმატებული სოფლიოში, იქნება საქართველოს, აი ამას ვარწმუნებთ საქართველოს მოსახლეობას. ახალი პრემიერი, ძველი მინისტრები, ახალი მთავარი პროკურორი და 24-ში დაგეგმილი ქართული ოცნების ყრილობა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ გააკეთებს განაცხად წასვლაზე, რა იცვლება გუშინდელი დღიდან, როცა 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ უმრავლესობამ ახალი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცა. საქართველოს მთავრობას დობა გამოცხადებული აქვს. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის დობის გამოცხადების შესახებ, მთავრობას ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. დღეს 20 საათზე დიდ პოლიტიკაში საუბრობ თემაზე, რა ხდება ქვეყანაში და რატომ საუბრობს ოპოზიცია ფინანსურ ეკონომიკურ სტაგნაციაზე, მუქარისტონსა და პოლიტიკურ შურისძიებაზე, თითქმის 700 მილიონიანი საბიუჯეტო გარღვევა და ხელისუფლების იმედები ქვეყნის განვითარებაზე. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თინა ხიდაშელი, ექსპერტები სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, პაატა გაჩეჩილაძე, 20 საათზე TV3-ის პირდაპირ ეთერში. მაშასე ოქტომბრიდან ნოემბრამდე ერთი წელი ხელისუფლებაში და კვირას დაგეგმილი ქართული ოცნების ყრილობა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ გააკეთებს განცხადებას წასვლაზე. გადაცემას ხსნით საუბრით ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, მე მას მივესალმები. საღამო მშვიდობის ბატონო გიორგი, დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ გუშინ საღამოს უმრავლესობამ დაამტკიცა ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტი. ალბათ ეჭვი არავის ეპარებოდა რომ თქვენ იქნებოდით ამ მინისტრთა კაბინეტში, თუმცა ბევრისთვის აღმოჩნდა მოულოდნელობა ის, რომ არც ერთი მინისტრი არ შეცვლილა რეალურად შინაგან საქმეთა მინისტრის ნაცვლად. რატომ? ძალიან ბევრს გაუჩნდა ეს კითხვა, რატომ დატოვა ხელუხლებლად ყველა მინისტრი ახალმა პრემიერ-მინისტრმა? მოგესალმებით ინგა, მივესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა უთხრა კიდევ ერთხელ საპარლამენტო უმრავლესობას და ყველა იმ პარლამენტარს, რომელმაც ხარი დაუჭირა ახალ კაბინეტს. თუ რატომ არ შეიცვალა კაბინეტი, ეს რა თქმა უნდა, მე პირადად მოხარული ვარ, რა თქმა უნდა, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას,
თუმცა რა თქმა უნდა ეს კითხვა მეტად ალბათ პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომელმაც ასე ჩათვალა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ მინისტრობა არ არის ისეთი საქმიანობა, რომელიც უმოკლეს პერიოდებში იძლევა მნიშვნელოვან შედეგებს. ჩვენ მხოლოდ 1 წელი გავიარეთ და ამ 1 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა. რაღაცები შეიძლება ვერ გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის რაღაც 100 მეტრიანი დისტანცია, რომელსაც გაირბენ და პირდაპირ შედეგს მიიღებ. ეს არის ძალიან რთული სტრუქტურული რეფორმები, ეს არის უამრავი დაწყებული საქმე, რომელიც ბოლომდე არის მისაყვანი და რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ეძლევა ადამიანს საშუალება, რომ ბოლომდე მიიყვანოს და რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს დაწყებული პროექტები. ბატონო გიორგი, თუმცა გაჩნდა ასეთი მოსაზრება, ვიდრე კონკრეტულად თქვენი მიმართულებით დაგისვავთ კითხვას და ეს კითხვები იყო ყველაზე აქტუალური პარლამენტში თქვენი მოსმენისას, განსაკუთრებით უმცირესობასთან შეხვედრებს გულისხმობ. გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ ღარიბაშვილმა უბრალოდ არ აკადრა მის წინამორბედს ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი გუნდიდან რომელიმე მინისტრის ცვლილება განეხორციელებინა, თორემ სინამდვილეში რამდენიმე თვეში მინისტრთა კაბინეტში ძალიან სერიოზული ცვლილებები განხორციელდება. რა სიტყვით თქვენ ბრძანდებით ვიცე-პრემიერი და ამის შესახებ ბუნებრივია გაქვთ თქვენი ინფორმაცია? ნუ ეხლა პოლიტიკური სპეკულაციები ბევრნაირი შეიძლება იყოს, მე ამაზე ძალიან გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება. ერთია ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჩათვალა, რომ ამ გუნდით უნდა გაეგრძელებინა მუშაობა. მომავალში რა იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს ალბათ. წინ არის ძალიან მრავალი საინტერესო პროექტით დატვირთული წელი და ვნახავთ ვინ როგორ გაართმევს თავს იქიდან გამომდინარე. საერთოდ მინდა თქვა, რომ ტრაგედია არავისთვის არ უნდა იყოს ის, რომ ვიღაცა შეიძლება დღეს მინისტრია, ხვალ მინისტრი აღარ იყოს, მე არ მგონია, რომ ამას ჩვენ ასე ძიმედ უნდა შევხედოთ. ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს, როგორც შეუძლია. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავეთ ჩვენც და სხვა მინისტრებმაც უმძიმესი წელი გამოვიარეთ, უმძიმესი პოლიტიკური დაძაბულობით დატვირთული. რაც შევძელით არის ის, რაც შევძელით. ეხლა რაღაცეები შეიძლება ვერ გავაკეთეთ, რაღაცა შეიძლება შეცდომაც დაუშვით, მაგრამ ადამიანები ვართ ელემენტარულად და ნუ რაღაცა შედეგი მე მგონი რომ გვაქვს ქვეყანაში. ამ შედეგს მე მგონია რომ ამორჩეველიც ხედავს კიდევაც და უფრო მეტადაც გამოჩნდება მომავალში. თუმცა მთავარი დარტყმის ობიექტი სწორედ აი ამ ორდღიანი განხილვების პერიოდში იყო საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური გუნდი. თქვენი ოპონენტების მთავარი სამიზნე იყო სწორედ ეკონომიკური გუნდი. 700 მილიონამდე გარღვევა საქართველოს ბიუჯეტში და ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც უკავშირდებოდა სწორედ მთავრობის ეკონომიკური გუნდის საქმიანობას. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში რეალურად? როდესაც ოპონენტები ამბობენ, რომ 700 მილიონიანი გარღვევა არის ბიუჯეტში. როცა ისინი ამბობენ, რომ აი ამ რეალობიდან, ამ გადასახედიდან შესაძლებელია პრობლემა შეექმნას პენსიებს, პედაგოგების ხელფასებს, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას და ასე შემდეგ. რეალურად რამდენიმე წელია, მოდით, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, არც ერთი მინისტრი არ შესულა პარლამენტში ბიუჯეტის სეკვესტრის თემით. ანუ 700 მილიონიანი გარღვევა არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვციტირებ თქვენი ოპონენტების ფრაზებს. რა სიტყვით თქვენ ამაზე? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ უმთავრესი რაც ქვეყანაში მოხდა ეს იყო ის, რომ ბიზნესი განთავისუფლდა ზეწოლისგან და მოხდა ეკონომიკის დემონოპოლიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალი წლიდან ავამოქმედებთ კონკურენციის სააგენტოს, მაგრამ დღესვე უკვე შეგვიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მონოპოლიები არ არის მხარდაჭერილი. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სფეროში, რომელსაც კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები ერქვა, დღეს შეუძლია შევიდეს ახალი ბიზნესი და დაიწყოს საქმიანობა ამ სფეროებში. ის რომ ბიუჯეტს დააკლდა თანხა, რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი, მაგრამ შედეგი შეიძლება და უფრო უარესიც ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, უფრო მეტი გარღვევა შეიძლება და ქონოდა. დღეს ჩვენ ასე თუ ისე ზრდა გვაქვს ეკონომიკაში, 2-2.5%-ის ფარგლებში ჩვენ წლის ბოლოს ალბათ დავამთავრებთ ზრდით. თუმცა 6% იყო დაგეგმილი, ამაზე მოგვიანებით დაგისვამთ კითხვას. კი ბატონო, რა თქმა უნდა, იყო მეტი დაგეგმილი, რა თქმა უნდა ზრდა და აქედან გამომდინარე ბიუჯეტმაც ვერ მიიღო იმდენი შემოსავალი, რამდენიც უნდა მიიღო. თუმცა რას თქვენ ჩამოთვალეთ, პენსიები, პედაგოგების ხელფასები, სამედიცინო დახმარება და შემწეობები, არც ერთი ამ მუხლთაგანი არ ჩავარდება, იქნება დაუფინანსებელი მუხლები, ეს არის ძირითადად ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ძირითადად იმ პროექტების მიმართულებით, რომლებიც
გადაიხედა წლის დასაწყისში არის სამინისტროების დაფინანსების, ანუ სახელმწიფო სექტორის დაფინანსების მიმართულებით დაუფინანსებელი მუხლები, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ ჩვენ გრძელვადიან ძალიან სერიოზულ ცვლილებებში შევედით. რას შეეხება ეს ბატონო გიორგი, იქნებ უფრო დეტალურად ძან, როდესაც თქვენ ამბობთ რომ ეს არ შეეხება დაუშვათ პედაგოგების ხელფასებს, არ შეეხება პენსიებს, არ შეეხება ჯანდაცვას. ფაქტია რომ 700 მილიონი შეეხება რაღაც ძალიან სერიოზულად მთელ რიგ სფეროებს და იქნებ დაგვიკონკრეტოთ. ვიზია ისახება ეს. დიახ, მე გითხარით ამაზე პასუხი, ძირითადი მუხლები მაინც მოდის სახელმწიფო შესყიდვებზე და სამინისტროების დაფინანსებაზე. ეს რა თქმა უნდა ცუდია იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფო სექტორი ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მეხუთე შემადგენელი ნაწილია. საერთოდ ის რომ სახელმწიფო სექტორი მეხუთე არის, ეს თავისთავად ცუდია, იმიტომ რომ ეს ცოტა ზედმეტ ფისკალურ სტიმულირებაზე მიანიშნებს, რომლის ტრადიციად საქართველოში დამკვიდრდა. მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ის რომ სახელმწიფო სექტორი არ დაფინანსდა და არ დაფინანსდა ზოგიერთი პროექტი მე ჩამოგითვლით, მაგალითად იყო თბილისი-რუსთავის მაგისტრალი, რომელზეც ჩვენ უნდა მიგვეღო მიზნობრივი დაფინანსება და ეს მიზნობრივი დაფინანსება არ მიგვიღია, ამასთან ერთად არ წასულა დაფინანსებაც ბიუჯეტიდან. გამომდინარე იქიდან რომ ტენდერი, რომელიც იყო ჩატარებული და რომლის შედეგადაც კომპანია იყო გამარჯვებული, ეს კომპანია გაკოტრებული აღმოჩნდა და ჩვენ მოგვიწია აზიის განვითარების ბანკის პროცედურებით ახალი ტენდერის ჩატარება, რომელსაც 6 თვე წაიღო. ასეთი ტიპის ესე ვთქვათ პროექტები იყო, ეს პროექტები დროზე რომ დაწყებულიყო, რა თქმა უნდა ეკონომიკაში მეტი ზრდა იქნებოდა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, გამომდინარე იქიდან რომ სახელმწიფო სექტორს თლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 10%-მდე 10-11%-ის ფარგლებში უკავია, მაგრამ ეს არ მოხდა და არ მოხდა ძალიან ბევრი მიზეზის გამო, არ მოხდა იმ მიზეზის გამო, რომ იყო გარკვეული გადახედვა პორტფელის, ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის პორტფელის, იყო ასევე იმ მიზეზითაც, რომ მთელი წლის განმავლობაში ჰქონდა უარყოფითი პიარი მთელი მსოფლიოს განმავლობაში იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ გარკვეული, ესე ვთქვათ, აზრის შექმნის გაუქმება. ეს ისმის ძალიან ხშირად, რომ ხელი შეუშალა დაუშვათ ყოფილმა სახელისუფლებო გუნდმა და მათ შორის სააკაშვილმა. მე მინდა წინა 2 დღის გადაცემებიდან გამომდინარე დაგისვათ ასეთი კითხვა. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ სათქვა მიხეილ სააკაშვილმა ან ხელისუფლების ძველი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა სად გააკეთა ისეთი ტიპის განცხადებები, რითიც დააზარალა ქვეყანა. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება, ამ შემთხვევაში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გამოდის ხო ეს განცხადებები გაკეთებული? მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ როდესაც იყო ის პრეზიდენტი, როცა ჩვენ უკვე ყავდა არჩეული პრეზიდენტი, მაგრამ ჯერ არ იყო ინაუგურაცია, სულ რაღაც 2 კვირის წინ გააკეთა განცხადება, ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ საინფორმაციო სააგენტოთი გავრცელდა, მე შემიძლია მოგაწოდოთ კიდევაც ამისი ტექსტი, მან განაცხადა სიტყვასიტყვით შემიძლია გავიმეორო, მე სამწუხაროდ აქ არ მაქვს ტექსტი, მაგრამ სიტყვასიტყვით ასეთი შინაარსის განცხადება იყო, რომ მე დავდივარ მთელ მსოფლიოში და ყველას ვეუბნები, რომ საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, მაგრამ აი ახლა თქვენ გეტყვით საიდუმლოდ, რომ საქართველოს სულაც არ არის მიმზიდველი ქვეყანა და აი ასეთი ტიპის მერე იყო ესეთი ნეგატიური მთელი პასაჟი, რომელიც აბსოლუტურად მიწაშიდებდა საქართველოს როგორც საინვესტიციო მიმზიდველ ქვეყანას. ნუ ახლა მე არ ვიცი რამდენად მე მგონია თქვენ შეგიძლიათ განსაჯოთ და ტელემაყურებელმა, როდესაც პრეზიდენტი, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე იმყოფება, ასეთ განცხადებას აკეთებს, მე მგონია რომ ეს არის ქვეყნისთვის უკიდურესად ნეგატივი, რომელიც პირდაპირ აძლევს სიგნალს ყველას, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ თავი უნდა შევიკავოთ იმისაგან, რომ გავაგრძელოთ ინვესტიციები ან გამიხილოთ ახალი ინვესტიციები. თუმცა თქვენი ოპონენტები ამავე სტუდიაში თუ არ ვწდები გუშინ იხსენებდნენ ასევე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მაგალითად პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დავოსში გაკეთებულ განცხადებებს. მოკლედ, ურთიერთბრალდებები, თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო პრეზიდენტის და ყოფილი გუნდის ბრალი, მათი განცხადებების და ამ დროს საპირისპიროდ მათ გაიხსენეს მაგალითად დავოსში იგივე საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა. ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს სიმართლის ლაპარაკი და მე არ მახსენდება არც ერთი განცხადება, რომელიც იქნებოდა მიმართული ქვეყნის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რა თქმა უნდა მე იქ ვიყავი დავოსში, ვესწრებოდი მის გამოსვლებს, ყველა გამოსვლას დავესწარი აბსოლუტურად და მან გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება, რომ საქართველოს ჰქონდა მიღწევები, რა თქმა უნდა და მან ჩამოთვალა კიდევაც ეს მიღწევები, თუ რომელ სფეროებში იყო, ეს ეხებოდა ძირითადად საგადასახადო ადმინისტრირებას, საბაჟო რეფორმას
ის რომ სამოხელეო დონეზე კორუფცია შემცირდა, მაგრამ მან ასევე თქვა ის სიმართლე, რომ არის ჯერ კიდევ სფეროები, რომელშიც ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, გამოსწორების რესურსია და ეს სფეროები გახლავთ ძირითადად საკუთრების უფლების დაცვის სფერო, ეს არის სასამართლო სისტემა და ასე შემდეგ. რას უწუნებთ ახლა თქვენ ამ განცხადებას, რა არის ამ განცხადებაში ისეთი? არა, მე არ ვუწუნებ, მე ვამბობ, რომ თქვენი ოპონენტების მხრიდან მოხდათ ხო? მისი გამოსვლების თქვენ ვიგულისხმობ მე ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც ეს განცხადება გააკეთა, რა თქმა უნდა, მე ინგა გრიგოლიას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ბატონო გიორგი, კითხვა მინდა ერთი ასეთი დაგისვათ, მესმის დაუშვა ძალიან მძიმე ერთი წელი იყო კოაბიტაცია, სულ ვისმენთ, რომ ეს იყო მთავარი ფაქტორი ხელის შემშლელი ეკონომიკური აღმავლობისთვის, მაგრამ ეხლა მე ხელთ მიჭირავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ მაგალითად 2012 წლის მეორე კვარტალს 11 წლის პირველი კვარტლიდან არის. იყო ზრდა 8.2%, თითქმის 8.5 და ეხლა არის სრულიად ჩამოვარდნილი ქვევით. რატომ? ეს რამ გამოიწვია? ანუ 2011 წლის პირველი კვარტლიდან 2013 წლის აგვისტომდე არის ეს მონაცემები. ჩვენ საუბრობთ ძალიან დიდ ზრდაზე. ქართული ოცნების დაპირება თავის დროზე შეეხებოდა 6%-იან ზრდას. დღეს თქვენ იყავით რეალურად ამ დღეებში პირველი მინისტრი, რომელმაც აღიარა, რომ 6%-იანი ზრდა ვერ მოხერხდებოდა. თუმცა არჩევნების წინ თქვენი პოლიტიკური ძალის მიერ დანაპირები იყო 6%. რა ხდება იქნება ამ კუთხით აგვიხსნათ, რატომ ესეთი ძლიერი ვარდნა? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკური ვარდნა ნიშნავს მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას. მთლიანი შიდა პროდუქტი 2012 წლის განმავლობაში ეს არის საქონლის და მომსახურების ღირებულება, რომელიც იქმნება ქვეყანაში და დოლარებში გამოხატული ეს იყო 15 მილიარდ 820 მილიონი დოლარი. 2013 წლის განმავლობაში 2%-იანი ზრდის პირობებში საქონელი და მომსახურება, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში, იქნება 16 მილიარდ 200 მილიონი დოლარი, რაც უფრო მეტია ვიდრე 2012 წლის განმავლობაში შექმნილი საქონელი და მომსახურება. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ტერმინებს. ეკონომიკური ვარდნა სიტყვა აქ არ უნდა გამოვიყენოთ. ეკონომიკური ზრდის შენელება არის უფრო სწორი ტერმინი. ის რომ დაუშვათ მეორე კვარტალში 2012 წელს იყო ზრდა, კი ბატონო, ეს არის სიმართლე, მაგრამ 2012 წლის მესამე კვარტალში, როცა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება იყო სათავეში, დაიწყო ზრდის შენელება. ეხლა ამას რომ გავყოთ ჩვენ, ეს არ ამგონია რომ სწორი იყოს. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვთქვათ ის, რომ რა იყო ამის მიზეზი. როგორ ხდებოდა ამ ეკონომიკური ზრდის მიღწევა? ერთი წლის განმავლობაში მე დავხარჯე ჩემი სამუშაო დროის ნახევარზე მეტი იმ ბიზნესმენებთან შეხვედრაში, რომლებსაც აძალებდნენ პროექტების გაკეთებას. ჩვენ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით, როცა მოგვიწია უწყებათა შორისი კომისიის შექმნა, რომ ამ ბიზნესმენებისთვის აგვენაზღაურებინა გაწეული სამუშაოს ღირებულება, ვინაიდან არ არსებობდა პროექტები, არ არსებობდა მშენებლობის ნებართვები და თითოეული ნაბიჯი მათ მიერ გადადგმული იყო კანონდარღვევა. ამ პირობებში თანხის ანაზღაურება ჩვენი მხრიდან იყო უპრეცედენტო გადადგმული ნაბიჯი ბიზნესის მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბიზნესებს სხვა შემთხვევაში უნდა დაეხურათ თავისი წარმოებები, გაეშვათ თანამშრომლები და დარჩებოდნენ ეს ადამიანები უმუშევარი. ჩვენ ამ ტიპის ბიზნესებს უწყებათა შორისი კომისიის ფარგლებში აუნაზღაურეთ ათობით მილიონი ლარის გაწეული სამუშაოს ღირებულება. ეს იყო იმ ზრდის გენერატორი, რომელიც ჩვენ გქონდა. ეს იყო დაჭერილი და გამოშვებული ბიზნესები. მე შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითები, როდესაც ქვეყნიდან უკვე გაქცეულ ბიზნესმენებს მეუღლეები დაუჭირეს. მითხარით კონკრეტული, იცით რატომ გეკითხებით? ხვალ მაქვს მე ეს გადაცემა. ბიზნესმენები, რომლებსაც უკაცრავად ერთი წუთით, ბიზნესმენები, რომლებსაც სხვა შორის პარლამენტის ხდომის შემდეგ დამებადა ამ გადაცემის გაკეთების იდეა, რომლებსაც მილიონებს ახდევინებდნენო, ითქვა რაღაც ქვის გროვებში და 120 კვადრატულ მეტრში 1.5 მილიონი და ასე შემდეგ. იქნებ კონკრეტული მაგალითები გითხრათ. ამ მაგალითებს თქვენ გაიგებთ ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ ამ ბიზნესმენების სურვილი იქნება. სხვა შემთხვევაში მე არანაირი უფლება არ მაქვს, მაგრამ მე აბსოლუტურ სიმართლეს ვლაპარაკობ. მე არ მინდა ამ ნეგატივზე კონცენტრირება. მთელი ერთი წლის განმავლობაში მე ხვდებოდი უამრავ უცხოელს, რომელთაც მიხდებოდა დამტკიცება, რომ ახალი ხელისუფლება არის საქართველოში დემოკრატიული დასავლური ღირებულებების ერთგული და ის რომ ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯი ვართ და არა უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც ამას წინა ხელისუფლება ამტკიცებდა. მე ძალიან ბევრს ვსაუბრობდი იმ პოზიტივზეც,
რომელიც ქვეყანაში იყო და მე არასოდეს ამცხვენოდა ამის თქმა, მაგრამ როდესაც იმ ადამიანებისგან, რომლებმაც უშუალოდ შეიტანეს ძალიან სერიოზული წვლილი იმაში, რომ უამრავი ადამიანი დღეს არის უბრალოდ მორალურად განადგურებული, მე არანაირი უფლება არ მაქვს იმაზე, რომ არ ვისაუბრო ამაზე, არ გითხრათ თქვენ სიმართლე, რომ ერთი წლის განმავლობაში მე მოვისმინე საშინელი ისტორიები, რომლის მოწმეც მე გავხდი და ერთი წლის განმავლობაში მე დღე და ღამე გავასწორე ჩემს კოლეგებთან ერთად იმისათვის, რომ ამ ადამიანებისთვის ცხოვრება შემოსუქებინა. დიახ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ რაღაცეები, ვერ დავაბრუნეთ წართმეული ქონება, რომელიც უდიდესი პრობლემაა დღესაც, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი დახმარების ხელი გავუწოდეთ ბიზნესს და ძალიან ბევრ შემთხვევაში გავაკეთეთ ისეთი რაღაც, რასაც არავითარ შემთხვევაში წინა ხელისუფლება არ გააკეთებდა. რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს ბიზნესმენები? საინტერესოა ესეც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან გვაქვს ჩვენ მოსმენილი, რომ ჯერჯერობით მათი დაკარგული ქონების ანაზღაურებაზე ლაპარაკიც არ არის. აი, რა კრიტერიუმებით მოხდა მათთვის აი ამ ფულის გადახდა? ესენი იყვნენ ბიზნესმენები, აქ იყო სრული სპექტრი. იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც დაუშვათ გამოირჩეოდნენ სიმპათიით მაშინდელი ოპოზიციისადმი, იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც ითვლებოდნენ, ესე ვთქვათ, სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან, მაგრამ ეს ადამიანებიც რომ მოდიან ჩემთან, ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ მათ ჰქონდათ ყველაფერი გამზადებული, რომ დაეტოვებინათ ქვეყანა. ეს ასეთ ადამიანებსაც კი, რომლებიც რა თქმა უნდა ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბიზნესი არის ბიზნესი. კომპანია, რომელიც ასაქმებს ადამიანებს, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა ჩვენთვის. განსაკუთრებით მე ხა ეკონომიკის მინისტრი ვარ და ამ კუთხით საუბრობ. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა, რომელი გუნდის წარმომადგენელი იყო, ჩვენ ყველა შემთხვევაში მივუდექით ობიექტურად. თქვენ მეკითხებით იმას, რომ ჩვენ ძალიან ბევრ კომპანიას ესე ვთქვათ, ჩამოვაწერეთ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამოწვეული ჯარიმები და ეს მხოლოდ და მხოლოდ მოხდა იმ კრიტერიუმით, თუ ამ პროექტს ჰქონდა სიცოცხლის უნარიანობა და თუ ეს ჯარიმები ხელს უშლიდა პროექტის გაგრძელებას და თუ ჩვენ ჰქონდა სერიოზული გარანტიები, დამატებითი გარანტიები იმისა, რომ ეს პროექტები გაგრძელდებოდა, ამ შემთხვევებში ჩვენ გადავდგით შემხედრი ნაბიჯი და ჩამოვაწერეთ ჯარიმები. ეს იყო გამჭვირვალე პროცესი, აქ მონაწილეობდა 7-მდე სამინისტრო, მონაწილეობდა ანტიკორუფციული უწყებები და არანაირი შეკითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს კომპანიები არ არსებობს. კი ბატონო, მე მინდა რამოდენიმე კითხვა კიდევ დაგისვათ, ვიდრე დაგემშვიდობებით. თქვენ ახსენეთ წეღა, რომ შესაძლებელია ბევრი რამ გამოგვივიდა, შესაძლებელია ბევრი რამ არ გამოგვივიდა. მოდით ისევ ამ ორდღიანი განხილვების კვალდაკვალ დაგისვათ კითხვებს. ისმოდა შეკითხვები, სად არის დაპირებული დასაქმება? 42,000 უმუშევრად დარჩენილი ადამიანი იქნა დასახელებული ეს ციფრი. დაგისვეს კითხვა, სად არის 100 ახალი საწარმო, 1 ან 5 მაინც დაგვისახელეთო. ანუ მთელი სოციალური პრიორიტეტები თქვენი რაც უნდა ყოფილიყო დაუშვათ დასაქმების კუთხით, ადამიანების სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი დანაპირები შეუსრულეთ თქვენს მხარდამჭერებს და ქვეყანას? ჩვენი დანაპირების უმეტესი ნაწილი შევასრულეთ. მე წინ მიდევ სტატისტიკა, მე შემიძლია გითხრათ, რომ სავალუტო ფონდმა როდესაც გამოაცხადა უმუშევრობის ზრდის შესახებ, ეს პროგნოზი მან, შედეგი მან თვითონვე უარყო გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ჩვენ მათთან ვისაუბრეთ და წარმოუდგინეთ ჩვენი დამადასტურებელი საბუთები, რომ გასული წლის განმავლობაში უმუშევრობა არ გაზრდილა ქვეყანაში. მე შემიძლია გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით 5-ეტაპიანი პროგრამის პირობებში პირველ ეტაპზე, რომელიც ეხებოდა ასე ვთქვათ განვადებებს 1,140,000 ლარის ესე დაფინანსება მოხდა ძალიან შეღავათიანი პირობებით. 100,000-მდე ესე ვთქვათ საბრუნავი საშუალების დაფინანსების პროგრამაში 85 მილიონი ლარი გაიცა, ასევე ძალიან შეღავათიანი პირობებით და 4,300 სესხებელმა მიიღო ეს დაფინანსება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე კომპონენტის ესე ვთქვათ ფარგლებში 3%-მდე საბანკო სესხი გაიცა 300-ზე მეტ სესხებელზე და ამ 300-ზე მეტ სესხებელში ძალიან მნიშვნელოვანია რომ გითხრათ, რომ 55 იყო ახალი საწარმო. აი ჩვენ რომ გვიკიჟინებენ პრემიერმა რომ განაცხადა 60 საწარმო, 5 საწარმო ვერ შევასრულეთ. აი ეს არის ჩვენი ბრალი და ეს არის, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ეს 5 საწარმო არ არის ამ იმაში ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია გითხრათ, რომ
ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც არის მეხუთე კომპონენტი ამ პროგრამაში, ითვალისწინებს იმ რეგიონების მოცვას, სადაც საბანკო აქტივობა იყო დაბალი და აქ თითქმის საგრანტო პირობებში, ანუ უფასო ფული, რომელიც დაბრუნებადი არ არის საერთოდ უდიდესი ნაწილი ამ ფულის გაიცემა კონკრეტული მიმართულებით ცესხები და ეს ჩვენ მომავალ წელს უნდა გავაკეთოთ უკვე, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბიზნესი ზეწოლისგან განთავისუფლდა, დემონოპოლიზაცია ხდება და არც ერთ ბიზნესმენს არ ექმნება პრობლემა, რომ შევიდეს ნებისმიერ სფეროში, ყველაზე ტაბუდადებულ სფეროებშიც კი. კი ბატონო, მე ორი შეკითხვა მექნება კიდევ თქვენთან დარჩენილი. თუ შეგიძლიათ მითხრათ, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ასეთი რამ, როდესაც ტრიბუნაზე გამოდიოდა, რომ მარტო ამ წელს იგეგმება 100 მილიონობით ინვესტიციის შემოსვლა საქართველოში. რა ინვესტიციებს ელით, რა ინვესტიციებზე და რა მილიონებზე საუბრობდა უკვე საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე პროექტი, რომელიც იყო გაჩერებული, ამუშავდა, ეს არის ენერგეტიკის მიმართულებით, მაგალითად შემიძლია დავასახელო ინდური კონსორციუმი ტატა, რომელიც სოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და ნორვეგიულ კომპანიასთან ერთად ახორციელებს Clean Energy, ესეთი ნორვეგიული კომპანია, ახორციელებს აჭარის წყალზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ეს პროექტი იყო შეჩერებული და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოხდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დაოსში ამ კომპანიასთან, მათ განაახლეს ეს პროექტი. ასევე იყო რაკიას პროექტი, რომელიც იყო გაჩერებული და სასტუმრო შერატონის რეკონსტრუქციის ძალიან სერიოზული პროექტი, რამოდენიმე 10 მილიონ დოლარს შეიცავს ეს პროექტი განახლდება. ამას გარდა უდიდესი ინტერესი შეიმჩნევა პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ეს ინტერესი კიდევ წელოდები, თუ შეგიძლიათ ციფრობრივად რომ გითხრათ ეს და ბოლო კითხვას დაგისვათ. ჩვენ სამინისტროში დღესდღეობით განხილვაში არის დაახლოებით 150 მილიონ დოლარამდე, ასე ვთქვათ, კონკრეტული პროექტი. ამას გარდა დაახლოებით 250 მილიონამდე ჯერ არ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი პროექტი და არ არის მიღწეული შეთანხმება, ეს არის გუდაურის მიმართულებით პროექტი. თუ ეს პროექტის განხორციელდა, ეს იქნება დაახლოებით 400 მილიონ დოლარამდე. უკვე ის, ასე ვთქვათ, სამუშაო პროექტების ნუსხა, რომელზეც ჩვენ მუშაობთ. ეს არის უძრავი ქონების მიმართულება. პირველ რიგში ენერგეტიკაზე მუშაობს ენერგეტიკის სამინისტრო. ჩვენ მუშაობთ უძრავი ქონების მიმართულებაზე, მუშაობთ ასევე ასე ვთქვათ, სასტუმრო ბიზნესის მიმართულებაზე, ტურიზმის მიმართულებაზე. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საქართველოში არის სამთო კურორტები, რომლებზეც ჩვენ ძალიან სერიოზულად დავდებთ რაღაც პერიოდის მერე გენერალური განვითარების გეგმას სამთო რეგიონების, რომლის ფარგლებშიც აქ არის შესული, ასე ვთქვათ, რეგულარული ფრენების აღდგენა ტრადიციული მიმართულებებით და სამთო ინფრასტრუქტურის განვითარება და დავით ნარმანიასთან ერთად ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ამაზე. კი ბატონო, თუმცა წინა ხელისუფლება მუდმივად ამბობს, რომ მათ მიერ დაწყებულ პროექტებს რეალურად სახელები გადაარქვით, თორე რეალურად არაფერი არ იცვლება, სტრატეგია იგივე რჩება, მაგალითად ლაზიკის პროექტი, ფოთის პორტი და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ამაზე რაიმე კომენტარს გააკეთებ თუ არა. ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ. რომელ პრემიერ-მინისტრთან უფრო კომფორტულად მუშაობდა და იმუშავებს მინისტრი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი ბიძინა ივანიშვილთან თუ ირაკლი ღარიბაშვილთან? ეს ძალიან პროვოკაციული შეკითხვაა, მინდა გითხრათ. ჩემი ფუნქციაც ეს არის, რომ ხანდახან პროვოკაციული შეკითხვები. თავ შევიკავებ ამ შეკითხვაზე პასუხი და მე უფრო აი ლაზიკაზე და ანაკლიაზე უკვე მეცინება, იმიტომ რომ ეხლა ერთ-ერთ ეთერში ვიყავი მისული და მივიტანე რუკები, რომელიც ვაჩვენე, რომ ეს არის ორი აბსოლუტურად სხვადასხვა პროექტი. ლაზიკის პროექტი იყო სამ სატვირთო გემზე გათვლილი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სოფელ ანაკლის გასახლებას. ჩვენ ავირჩიეთ აბსოლუტურად სხვა მიწა, რომელიც იმავე კანიონზე გადის, რა თქმა უნდა, ამას ძალიან ხშირად აპელირებენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ეს არის 34 გემზე გათვლილი 100 მილიონ ტონაზე გათვლილი პროექტი, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს კოლხეთის ჭაობის დაშრობას, რომელიც იყო აბსოლუტური აბსურდი და რომელიც ითვალისწინებდა რიონიდან ენგურამდე ჭაობის დაშრობას. ეს რა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა, ამაზე აღარ ვისაუბრებ, მაგრამ აი თქვენ კითხეთ სახელები გადაარქვეს, რომ მე არ მერიდება არასოდეს, მე შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის მერიამ გააკეთა ძალიან კარგი სამუშაო, რომლის ფარგლებშიც რომელსაც ჩვენ აი ინფრასტრუქტურის დონემ, რომელიც შეიქმნა გუდაურში, მოგვცა საშუალება, რომ
მოგვეზიდა უკვე ძალიან სერიოზული. თუმცა დიდი ორომტრიალი იყო თბილისის მერიასთან დაკავშირებით, მე მახსოვს გუდაურის თემაზე, მაშინ საკრებულოში ვმუშაობდი და კარგად მახსოვს ეს ამბავი. მე პირადად გეუბნებით, რომ ეს ინფრასტრუქტურული განვითარება, რომელიც განიცადა გუდაურმა წინა წლების განმავლობაში, ძალიან დადებითი იყო, აქ სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაარეულიყო. ამას არ აქვს მნიშვნელობა მერია გააკეთებდა თუ სხვა, შეიძლება ეს ეკონომიკის სამინისტროდან გაკეთებულიყო. მთავარია რომ ეს არის ძალიან საჭირო ინვესტიცია იმ მიმართულებით, სადაც ბიზნესი არ შედიოდა. ეს არის საბაგირო გზები, რომლებიც იქ აშენდა, რომელმაც საშუალება მოგცა ჩვენ რომ მოვიზიდოთ სლოვაკი ინვესტორები. ეს ძალიან დიდი პროექტია და იმედი მაქვს რომ ეს პროექტი განხორციელდება. მე მინდა რომ წარმატება გისურვოთ ბატონო გიორგი, იმიტომ რომ ეს წარმატება პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას ჭირდება. ნახოთ როგორ დასრულდება 700 მილიონიანი გარღვევით ბიუჯეტის ამბავი. გულით გისურვებთ წარმატებას. კარგად ბრძანდებოდე, დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. მაშასე 93 ხმით 19